მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ქრისტიან ჭეშმარიტ. მოკლედ მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. გისურვოთ ყველაფერი კარგი, ჯანმრთელობა, ღვთისმსყალობა, თქვენი ოჯახებიანად, მთელ საქართველოს ულოცავ და მართლა არ ვიცი, ყველაფერი საუკეთესო გქონოდეთ ამ წელიწადში და ღმერთის ფარველობა არ მოგკლებოდეთ ყველას. მეც გილოცავ ჩემო ჯიგრებო, საყვარლებო, უფალი იყოს თქვენი შემწე. იქნებ უფალმა გვიშველოს, თორე 30 წელიწადია ხო ხედავთ ამ პოლიტიკოსებისგან და იმისგან არაფერი ხეირი ხალხს და ქვეყანას არ აქვს. უფალი იყოს ჩვენი შემწე, მფარველი ქრისტიანსკა კიდე ერთხელ. ჭეშმარიტად. და რა ვიცი, დღეს რა ვიცი, მე პირადად ვფიქრობ, რომ რაცა ესეთი ცხელი თემებზე საუბარს, ყველაზე ცხელი ისე თემა ისაა, რომ 30 წელიწადია საქართველოში ერთმანეთის ჭამა მიდის რა. ერთმანეთის ჭამა მიდის, ერთმანეთის ღნა მიდის, ნუ ხანდახან ეს მოჩვენებითია, მაგრამ თავარი არის ის, რომ თუ ვინმე ზარალდება ამისგან, ისევ ქართული საზოგადოება ზარალდება, ისევ საქართველო ზარალდება, ხალხი ზარალდება. ნუ ფაქტია რა, ფაქტია ერთი, რომ ქართველი კაცი მაინც საქართველოსდან გარბის, ქართველი კაცი მაინც საქართველოს სამსახურს ვერ პოულობს, ქართველი კაცი მაინც საქართველოში უჭირს და ქართველი კაცი მაინც საქართველოში ხან კვერცხს ესვრის ერთმანეთს, ხან აფურთხებს, ხან ტყვიასაც ესვრის, ასეთიც ხშირად ყოფილა სამწუხარო ჩვენს აგერ სულ 30 წლის უკან სამოქალაქო ომი იყო რეალურად, ხუნტა ჯანდაბა ოხრობა და ნუ აი ამ კონფრონტაციას მივყავართ კატასტროფულ შედეგებამდე რა. შენ რა სიტყვაშია? აი, არაფერი აბსოლუტურად გეთანხმები, იცით რა არის? ზოგადად მე ჩემი აზრია ეს პირადი და არავის არ ვახვე თავზე რა. ნებისმიერი თემის ირგული, სადაც საქმეში პოლიტიკა არის და იმასთან დაკავშირებით მე ხალხი იწყებს ამაზე ერთმანეთთან დაპირისპირებას, უკვე არ არის სწორი ჩემი აზრით რა, იმიტომ რომ თქვენ ღრმად კულისებში არავინ არ გახედებთ, არც იცით რა ხდება რეალურად და ჩვენ მეც მათ შორის არა მარტო თქვენ, ხო? რეალურად რა ხდება კულისებში არავინ არ ვიცით. ვიცით იმ ინფორმაციის 2%-იც არა, რაც რეალურად არის. სამწუხაროდ. და მე ამის გულისთვის ერთმანეთს ვეძახით ხან რუსებს, ხან იმებს, ხან რა ქვია იმას ლიბერასტები, ხან ისა, ხან ესა და საბოლოო ჯამში ჩვენი ყველას საქმე იწევს უკან. აი ეს პრობლემა სხვათა შორის არ არის, არ ახალია. ეს პრობლემა ჯერ კიდე როდის იყო, ლაშა პირველი ქრისტიანები რო იყვნენ, მოციქულები რო იყვნენ, მათ შორის იყო პეტრესა და პავლეს შორის დაპირისპირება იყო სერიოზული და დაიყო მაშინაც ნახე ხალხი პეტრესიანებად და პავლესიანებად და მაშინ იყო როდესაც უთხრა იოანე ღვთისმეტყველმა ერთსაც მეორესაც და სულ ყველას ერთად რომ ეს რა უბედურება, ეს რა ჯანდაბა, აბა ქრისტესი ვიღარიო რა. დღესაც ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ პრორუსი, პროდასავლელი, პროპუტინისტი, პრობაიდენისტი, პროტრამპისტი და ესე ნუ ყველა რაღაცა დაჯგუფებად არის დაყოფილი და რეალურად ნუ აი ერთ ადგილს ტკეპნით, უბრალოდ თან კი არ ტკეპნით, ხო არ ვიტკეპნი, უკან მიდიხარ, უკან მიდის, საზოგადოებაც უკან მიდის, ყველა მართალია, ვისაც არ უნდა დაელაპარაკოთ, ხო? აი არც კი უშვებენ იმას, რომ იცი რა, იქნება და მე რაღაცა კონკრეტულ რაღაცას შევცდები. იქნება და შენ შეცდი კონკრეტულ რაღაცაში. იქნება მოდი დავჯდეთ და რაღაცა ვისაუბროთ, რომ აი ეს გამოვასწოროთ, ხო, მაგალითად, ხო? აი ეს რაღაც კონკრეტული პრობლემა გამოვასწოროთ. არა, ის გამოდის და ამბობს, რომ ესენი არიან მოღალატეები, ჯანდაბა, ოხრობა, უბედურება, ესა, ის გამოდის ეს არის ჯანდაბა, ოხრობა, უბედურება, ესა და ბოლოს მაინც მივდივართ იქამდე, რომ ქვეყანა მაინც და ჩვენი ქვეყანა საერთო ჯამში მაინც უკან მიდის. რამდენიც არ მოვილაპარაკოთ წინსვლაზე, წინსვლა ქვეყანას არ ეტყობა. აბსოლუტურად. იცით რა არის, აქ მარტო მატერიალურ წინსვლაზეც კიდე არ არის ყველაფერი. მატერიალურად რომ ფაქტია, ნუ არ მიდის წინ, ეხა ეს ფაქტია, ხო? ხა მაგალითად იმ დროს ამდენი ემიგრანტი ყოველგვარი რაც 2012 წლიდან მერე მოხდა გასვლა, გადინება ხალხის ნუ ეგეთი არ ყოფილა რა ხდება იცი თან ლაშა ეხლა აი მაგალითად ეს არის ფაქტი კიდე ერთხელ მახსოვს მე აი 30 წლის აი მთელი ეს ისა რა ამიტომ რომ უყურებდი ჩემი თვალით ხო პირველი რა იყო ნუ ეს სამოქალაქო ომი
ეს ყველაზე დიდი უბედურება რაც დაატყდა საქართველოს, ხო? რა იყო მაშინ პირველი ნაკადი გავიდიან კაცები გავიდნენ რუსეთში. მუშაობდნენ რუსეთი, უკრაინა რაღაცა, მუშაობდნენ ოჯახს რაღაცა არაფერი არ მოდი თქვათ რა. ნუ ყაჩაღობა, ბანდიტობა, ვერაფერს რეალურს ვერ გააკეთებდა. ხო, ეს ხო ფაქტია, ეს ჩვეულებრივი ამბავი. მერე დაიწყეს უკვე ქალბატონებმა წასვლა საბერძნეთი, იტალია, ზოგი ცოტა ამერიკა ცოტა მოგვიანებით დაიწყო. უпроსტ საბერძნეთი და იქიდან გამოგზავნა და ეს და ეხლა ლაშა გადახედოთ რა სტატისტიკა, ოჯახებით მიდის. ის აღარ არის, იცი უკვე რა, აი მაგალითად ცოლი წავიდა და აი რაღაცა მოაგროვა და იქნებ ოჯახი შევინარჩუნონა. არა, თლიანად ოჯახი, დედა, მამა, ბავშვებიანად აიყრებიან და მიდიან და თან უკვე ეს აღარ არის, იცი რა ასა, კი? აი რო იყოს 25 წლის ან 26, 40 წლის ხალხი მიდის. კი, კაცო. ხო, მიდის და ეხლა რამდენადაც ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ხო იცი, ნუ ფაქტია რა, ფაქტია. არა, თვალი დავხუჭოთ რა, ეგ უკვე ფაქტია რა, ეხლა მე ძალიან არ მსიამოვნებს ხოლმე რა ეს ინტერნეტ გადრო აი აღდგომებზე რომ დაიცლება ხოლმე ქალაქი და რაიონებში რომ გადის ხალხი თავიანთი მიცვალებულების საფლავების მოსამართლეებისა და ამაზე და დარჩით მარტო თბილისელები თუ რაღაც ეგეთები რომ იციან. საერთოდ ეს არის ძალიან დამაკნინებელი არა მარტო თბილისელისთვის, არა მარტო საერთოდ ქვეყნისთვის რა. საქართველოს შედგება როგორც სოფლისგან, ასევე ქალაქისგან, დაბისგან და ყველა მთლიანად აი ეს არის საქართველო. საქართველო, ხო, არა, მე რა მინდა უთხრა, ეხლა აი ესეთ კატეგორია, ნუ სნობები ძირითადად და აი ცოტა ეს პროვინციალიზმია. პროვინციალიზმი ეგ არის, ზუსტადაც, ხო და პროვინციალიზმია. მოკლედ ილია ჭავჭავაძის პერიოდში მე ბევრჯერ მაქვს მონაყოლი ქალაქის მერი მაშინ ერქვა გარაცკაია გალავაა. კი. ქალაქის მერი იყო სომეხი კაცი. თბილისელი სომეხი კაცი იყო და აი ბანკი რო დააარსეს რაღაცა რო შეიქმნა ეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მერე ბანკი დააარსდა და რაღაცა დიდი ნადიმი გამართეს მოკლედ ამ ყველაფრის აღსანიშნავად რა და მთელი წერალთა ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ყველა ეს ხალხი რა, მთელი დალეულების ხედან და ყველა მანდარი რა მოკლედ. ხო. და საპატივსაცემოთ იმის გამო რომ ეს კაცი იყო მარტო სომეხი და თან გარაცკაია გალავა, თბილისის მერი, ეგრე ერქვა მაშინ თბილისის ქალაქის თავი. ქალაქის თავი დანიშნეს თამადათაც. რომ აი მოდიო ვითამადებს რომ ქალაქელი კაცი არის. ნუ დაიწყო ეს გამართულად ლაპარაკობს კაცო ეს ქართულად ჩვეულებრივად არანაირი აქცენტი არანაირი ისა თბილისელი სომეხი აი როგორც ჩვენი სომხები რო არიან რა აქა რა როგორც არიან და გამართულად და მიდის ახლა სუფრა ნუ თავიდან ახლა ადგეგზელეს ეს როგორც თამადა. მე გაგზელდა სუფრა ახლა როგორც არის და ამეს ადგა და მეო მინდაო ქალაქელებს გაუმარჯოსო. თბილისს გაუმარჯოსო და ყველა ქალაქელს გაუმარჯოსო და ერთ-ერთმა შეუსწორა რომ ბოდიშიო მაგრამ ეს ადგეგზელო ჩვენ უკვე თქვითო. და ახლა ეს რო თამადა თვითონ არის და გაოცდა რა როგორ თქვითო, მე სად ვიყავი რანაირად შეხო და კაცო თქვენი სადღეგზელო ხო მივირთვით უკვე თამადა ხართ გადღეგზელეთ და დავლიეთო და კი მაგრამ ახლა სხვა ქალაქელი აბა ილიაო კახელი კაცი არისო აბა ისო აკაკიო ისო იმერელი კაცი არისო იქიდან არისო ის და ჩამოთვალა და არც ერთი სუფრაზე არ იჯდა თბილისელი ამიტომ ჩემო კარგებო თბილისელობა არ არის რაღაცა ის რა არა ეგ მიდგომა რა ამას არც ერთი თბილისელი ამას არ აკეთებს ნორმალური არავინ კაცო ამას ვინც აკეთებს შევიცოდე ზუსტად ეგ არის დაპირისპირება ქალაქის სოფლისადმი და ქვეყნის მტრობა მეტი კი არაფერი არ არის რა ისე ადრე სოფელი ერქვა სოფელსაც და ქვეყანასაც რო იცოდეთ ასეა ძველად ქართულში ხო და სამწუხაროდ ბევრი სიმახინჯე გამიჩნდა აი მე მარტივი სიმახინჯე კიდე ერთი რა მე მესმის ჩემო კარგებო რომ თქვენ რაღაცა გონიათ რომ რაღაცა ევროპაში უნდა წავიდეთ და უნდა წავიდეთ კი ბატონო ხო და არც ევროპა გვიღებს არც იქ წავიდეთ არც აქ დავრჩეთ ხო იცი როგორც არის მოკლედ მე იმის თქმა მინდა ჩემო კარგებო რომ
კვერცხს როცა უჭახუნებთ მეორე ადამიანს აღდგომა დღეს იქ არის ქრისტიანს დგა და ჭეშმარიტად. ასია ზუსტად. სად მივდივართ და ევროპაში მოდი სხვა რამეზე ქენით, სხვა რაღაცა არ არის ამას ამ თემასთან არ არის. ეს არ არის არაფერ კავშირში, არც რელიგიასთან, არც არაფერთან. ამიტომ ის არის არა მარტო ტრადიცია, არამედ იმას თავისი მნიშვნელობაც გააჩნია იმ კვერცხს რო ტეხავ და თავისი ის აქვს სიმბოლური დატვირთვა აქვს იმ ყველაფერს და იქ უნდა ითქმებოდეს ის რაც ითქმებოდა და ნუ გადაასხვაფერებთ ძალიან დიდი თხოვნაა რა აპროტესტეთ რაც გინდათ როგორც გინდათ ზომიერების ფარგლებში და ყველაფერი როგორც გაგეხარდებათ მაგრამ არის რაღაცეები რასაც არ უნდა შეეხო არის დოგმატები სხვათა ეს დოგმატები არ არის მე მარტო მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აქვს ყველა წამყვან რელიგიაზეა საუბარი როგორიც არის იგივე იუდაიზმი როგორიც არის იგივე მუსლიმები როგორიც არიან ბუდისტები აქვთ თავიანთი დოგმატები და აი ამ დოგმატებსთან შეხება და ესე რაღაც აბუჩად აგდება არის აბსოლუტურად მიუღებელი. მე მესმის შეიძლება სულ არ უფიქრია ეხა იმ ბავშვებს ამის აბუჩად აგდება, მაგრამ გასაგებია, ხო? უნდა იკითხო ჯერ შვილო, შეიძლება ეს არ შეიძლება. კვერცხთან მიმართებით არ უნდა გააკეთო, აი ამასთან მიმართებით არ უნდა გააკეთო. კაცო მოხარშე ჩვეულებრივი თეთრი კვერცხი გამოიტანა და დაარტყა და რაც გინდა ის გიქნია, მე იმას აქვს თავისი მნიშვნელობა და ფუნქცია და არ შეიძლება ესე ყველაფრის გადასხვანაირება. ნებისმიერ რელიგია და რწმენა ეხლა რა არის, იცი? რელიგიას შევეშვათ, რწმენა და ზოგადად ღმერთთან ურთიერთობა რა არის, ხო? რომ ისე კი არ არის, როგორც შენ მოგესურვება და გაიგებ და წარმოიდგენ. შენამდეც გაუგიათ, შენამდეც წარმოუდგენიათ და შენამდეც ამიტომ როგორ არის და რა. ამიტომ არის რომ მთელ მსოფლიოში არ არის ხო მაგალითად მილიონი სექტაა და მილიონი ახლა დაჯგუფებაა ხო სიტყვა. ყველანაირი როგორი გაგეხარდება. 1000-ნაირი. მაგრამ მსოფლიოში არის ხო აღიარებული ეს ბუდიზმი ვიცით, იუდაიზმი, ისლამი, ქრისტიანობა ხო? ეს რომელიც აღიარებული არის, რომელიც როგორც რელიგია. როგორც რელიგია ხო? როგორც რელიგია და რომელსაც მილიონობით ყავს მიმდევარი, ხო? ხო და შენ ახლა თუ გინდა, შეგიძლია რა ნებისმიერ სხვა თემაზე მე სხვათა შორის საკმაოდ აი ამ თემაზეც კი ხუმრობების და იმის მომხრეც არა ვარ რა. აი ეს არის იმდენია თან, იმდენი სახუმარო თემაა. იმდენ ადგილა შეგი ისეთ თემებს რამდენი არის აი შენ როგორ რაც გინდა იხუმრე, რაზეც გინდა იხუმრე, თან ბევრად უფრო საინტერესოა რა სხვა თემებზე ხუმრობა. ხო, ნუ იცით რა არის, ჩემო კარგი, ხო, ამ რელიგიას შევეშვათ და დავანებოთ და ვისაც წამს, ვისაც არ წამს, ხო, შემოგევლეთ ყველას ნუ შეეხებით რა. აი პრობლემა რაში არის მანდ რა მე ეგრე ავიქო ამას კაცო რა. შენთვის რა წარმოგიდგენია, შენთვის წარმოიდგინე რა. მაგრამ რაღაცას ისეც ნუ შეეხები, რაც არის ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იმდენად და მეც მეხება იმდენად. ცუდი რითია, იცი ცუდი ესა? რომ ეს იწვევს მე, ვიღაც მორწმუნეს გამოიწვევს, ვიღაცას შეიძლება ახლა დაწყებული აქვს სარწმუნოებაში, ახალი ნაბიჯებია გადადგმული, რაღაცა რადიკალიზმისკენ უბიძგოდ გამიგე შეიძლება, ხო? ხო ვიცით ახლა რომ აი მაგალითად რა მოხდა საფრანგეთში, რომ დაცინეს მაგალითად იქ რომ ვიღაცა ამ შარლი ემბლო თუ რაღაც აღარ მახსოვს სახელი და მე მივიდენ და მე მგონი ააფეთქეს თუ დედაუტირეს ამ კაცს, ხო? და არაფერი არ იქნება, ამიტომ ეს თემაა ისეთი, ძალიან ფაქიზი თემაა. არ გინდათ რა, კაცო. არც ერთი აქ არის საუბარი მარტო ქრისტიანობაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ისლამი იქნება ეს, ბუდიზმი იქნება ეს თუ ქრისტიანობა, არა აქვს მნიშვნელობა. არა, რა, ელემენტარულად წარმოიდგინე. ამ თემაზე მოდი რა შევეხებით, იმიტომ რომ ყველა ამ რელიგიას აქვს თავისი ტრადიციები, თავისი წესჩვეულებები, თავისი დოგმატები რა და ამ დოგმატების გაშარჟება თქვენ პირადად არაფერსთან არ მოგიტანთ კარგს. თქვენ არაფერს არ მოგიტანთ კარგს რა. არც ერთი თვალსაზრისით. თქვენ თვითონ ჩაიგდებთ ხიფათში თავს, იმიტომ რომ ყოველთვის მოიძებნება ლაშა თუნდაც მილიარდი კაცი რო არის თაყვანისმცემელი, ხო? იგივე ქრისტიანობის ან ისლამის ან ბუდისტი, ხო? ყველა ადამიანი ხო თან ერთნაირი არ არის, ვიღაცას ძალიან ესმის. თუ ახლა ზოგიერთებს გონიათ მაგალითად რომ ისლამი არის რაღაცა ისეთი მათ შორის სუნიტებზე გონიათ ხოლმე რომ ისინი
არიან რაღაცა ტერორისტები და ისე. არა, აბსოლუტურად არა. არავის არც კლავენ, არავის არც იმაშობიან, ძალიან შვიდად და წყნარად ცხოვრობენ და პირიქით ადამიანებსაც ეხმარებიან და ყველაფერს აკეთებენ. მაგრამ არიან იქაც ადამიანები, იქაც ქრისტიანებშიც, იმაშიც, რომელიც ამას რადიკალურად შეხედავენ. არ აღიქვავენ, არასწორად აღიქვავენ, იმიტომ რომ არასწორი საქციელია, მოდი ესე ვთქვათ რა და არ მოიქცევიან რელიგიურად, ისინიც მოიქცევიან უფრო ცოტა აგრესიულად ხო და რა გინდათ რა. არა, აი შეკითხვასო უბრალოდ მაყურებელთან რა. აი არსით თავის კვერცხის ერთმანეთზე დარტყმა და გატეხვა გადატანითი მნიშვნელობით არის ჯოჯოხეთის დალეწვა, რომ ქრისტე ჩავიდა დალეწა ჯოჯოხეთი, წამოიყვანა რაღაცა აი ფუნქცია არის. იმაზე რომელზეც ითქმება ახლა ქრისტე აღსდგას გეუბნები, ჭეშმარიტად მეუბნები და მე კვერცხი იტყმება, ხო? ამას ცვლის სიტყვებით, სად მივდივართ? ევროპაში. არც ევროპა არის მან და არც ჩინეთია საჭირო, არც აზია. აშუაში და არც კოსმოსი რა. მოდი რა, მოდი თუ მაგას მეთამაშები ხა შენ ქრისტიანობა. ეს მარტივი რამეა, კაცო ჭიქას უჭახუნებენ, რას გაგიმარჯოს ის კაცი გეუბნება გაგიმარჯოს. ხო, რაღაცა, ხო, რა. კაცო, აი კაცოები, აბა გილოცავ, გაგიმარჯოს, მაგალითად ახალ წელს. ხო, არ ეუბნებია კაცი რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში ან ჩვენ მივდივართ აზიაში, ან ჩვენ მივდივართ ან ის ხოცი ხარ? ხო, ან ხოცი ხარ თუ ისახარ. შო გილოცავ, გაგიმარჯოს. ხო და ჩემო კარგებო რა. მეც ვერაფერს ვერ გეტყვი, ამას გირჩევ. საქმე იმაშია, ჩვენ ერთ რამეს ვერ ვაცნობიერებთ რა. გინდა ხოცი იყავით და გინდა ნაცი და გინდა რა ვიცი მე, ვინც გინდათ ის იყავით რა. ჩვენი ყველას მიზანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კარგი ქვეყანა საცხოვრებლათაც, კარგი ქვეყანა სამუშაოთაც, ეს გვინდა ორივეს. კი, ორივე მხარეს. ამიტომ მოდი თუ ქრისტიანობით ვილაპარაკებთ, რაღაცეები, რაც შეიძლება რომ დაუთმოთ ერთმანეთს, რაღაცეები, რაშიც უნდა ვამხილოთ ერთმანეთი, მოდი ვამხილოთ ერთმანეთი. და მოდი ცუდზე უთხრათ მეგობრებსაც, ჩვენიანებსაც, სხვისიანებსაც, ვინც არიან, რომ არის ცუდი. ხო, ნუ თავარი არის ის, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აუცილებელია რაღაცა დიალოგი აუცილებელი, საზოგადოების ფენებს შორის არის ეს აუცილებელი, იმიტომ რომ ძალიან რადიკალურად, რადიკალიზმი ძალიან სერიოზულად იგრძნობა საზოგადოებაში. ხო, აი რადიკალიზმი იგრძნობა იმ დონეზე იგრძნობა, მაგალითად, რომ თუ რაღაცა არ მოგწონს ევროპაში, რაღაცა არ მოგწონს, რაღაცა მინდა, ხო? მაშინვე მოგაწებებენ პრორუსის იმას. თუ რაღაცა არ მოგწონს და არ მოგწონს ეს რუსეთი, მაშინვე შენ გეი ევროპა გინდა, ის გინდა, ეს გინდა. ამ დროს ნახე რა არის ყველაზე საინტერესო, რომ ჩვენ ევროპიდან რა გვინდა, ხო? ჩვენ რა გვინდა ევროპიდან? ჩვენ გვინდა ზუსტად ის სოციალური თანასწორობა, ჩვენ გვინდა ის კარგი პენსია, მოხუცებულს რომ არ უნდა აღარ უწევს იმაში ქუჩაში დგომა და კიდე 80 წლის კაცს მუშაობა და ბაზარში დგომა და სახში რო თბილად უნდა იყოს და სასწაულები რო ხდება მართლა კაცო მე მეწოდება აი მართლა მეწოდება ჩვენი მოხუცებულები ჩვენი უფროსი თაობები იცი რომ უფროსი თაობა მაგლად მეწოდება ნუ აი ხედავ რომ აი დაჩაჩანაკებული ეს ხალხი რა დღე და ღამე შრომაში არიან ისევ რა ისევ შვილთაშვილი შვილს დის იქ რაღაცა ორი კაპიკი და ნახავ კაცო ამ უცხოეთში ამ მოხუცებულებს დადიან თელ სოფლიოს ნახულობენ ბოლო წუთამდე ცხოვრობენ ბოლო წუთამდე ხო იმიტომ რომ არა აქვს რა ეხლა მოდი ვთქვათ რა ის 400 ლარი თუ 350 ლარი პენსია აქვს მინიმუმ 1000 ევრო ხო და ნუ შეუძლია ეხლა რა შეუძლია რომ ადამიანურად იცხოვროს აი ეს გვინდა იქიდან ჩვენ აი ეს გვინდა ჩვენ ეს უნდა ავიღოთ რამწუხაროთ ისე სხვათა შორის დღეს არ მინდა ძალიან გამკითხვაში შევიდე მაგრამ ეგ იყო ზუსტად აი ტელევიზიების ბრალიც მათ შორის აი ამ რადიკალური ტელევიზიების ოპოზიციად რო აქვს თავი წარმოჩენილი და თითქოს ევროპას რო გადაგებენ რომ თელი 8 წლის მანძილზე კაცო თუ 10 წლის მანძილზე 12 რა ვიცი და მანამდეც ხო ევროპას წარმოაჩენდით როგორც LGBT-ს კი დანარჩენს არაჩვენებდით ხალხს რომ ევროპაში მაგალითად იქ ყველა სკოლაში რო სტადიონია ყველა მასში ბავშვს შეუძლია უფასოდ შევიდეს, გინდა ფეხბურთზე, გინდა წყალბურთზე, გინდა ცურვაზე, გინდა კალათბურთზე, ჭამოს, დაცული როა ბავშვი აბსოლუტურად, ხო?
კაცო, აგერ ევროპას რო ნორვეგიაში ევროპის ქვეყნებიდან უფასო როა საერთოდ სწავლება, ხო, ამაზე უნდა გაიკეთებინათ თქვენ. მოხუცებულთა სახლები როა სადაც რომ მიყავთ და არა მარტო ის რომ მაგალითად რაც არ იყოს ალაპარაკო იმაზე ვლაპარაკო თბილად და იმათ ყოფილიყო არიან იქ და არც საჭმელი აკლიათ არა კაცო იმას პროფესიებს რო ეუფლებიან 75 და 80 წლის ხალხი პროფესიებს რო ეუფლებიან ხო აი ამაზე უნდა გესაუბრა და სამწუხაროდ თქვენ არ მინდა ეხლა თქვა რა პია კიდე ერთხელ მაგრამ გადააყოლეთ რაღაცა აი ამ რაღაც რა ქვია ტრანსმანს რაღაცა სულ ამაზე გქონდათ საუბარი რომ ვიღაცა ტრანს გაეკიდნენ ვიღაცა ამან დაიკლა ვიღაცას თავში ჩაარტყეს 10 წლის მანძილზე ამას იქით ვერ გაცდით იმის მაგალითად რომ გეჩვენებინათ რა არის რეალური რა გვინდა ჩვენ ევროპიდან და ამ საზოგადოებაც ამ ხალხმაც ეგრე არ არის რასაც ჩასძახებ ყოიცი ქვეული იმას ამოგძახებსო რა ხო და უყურა და დაიჯერა ამ თავმა ხალხმაც რომ ამ ევროპაში თურმე მარტო აი ეს LGBT-ისთვის ყოფილა ყველაფერი რა და ეს LGBT ხო შემოგევლეთ ჰოლანდიაში გაცილებით ნაკლებია ვიდრე რუსეთში პროცენტური ლიმიტი იყო აბსოლუტურად ეხლა რაშია საქმე უყურეთ აი ჩვენ ახლა საუბრობთ LGBT ისა რაც არ იყო, რაზეც არ უნდა ელაპარაკათ რეალურად. უბრალოდ შეიძლება რაღაცაზე ელაპარაკოთ. არა, რაშია საქმე იცი. ამაზე ასეთი დოზი მანძილზე შენ რო ერთხელ ორჯერ რაღაცას იტყვი, ამაზე რაზეა საუბარი, ხო? ასეთი დოზით რა, დოზითაც აქ ამაზე ლაპარაკი ხდებოდა ტელევიზიებით. ხო თან არის კიდე ამაზე დოგმატებს არ უნდა შევეხოთ დოგმატებს არ უნდა შევეხოთ ხო შეოდესაც გამოდიხარ მაგალითად და ამბობ დღე და ღამე შენი ტელევიზიიდან მიდის გმობა მართლმადიდებლების და იქ ეკლესიის ხო მე აქვე ვამბობ აი ეს იმას კი არ ნიშნავს ერთი წუთი არ იფიქროთ რომ ეკლესიაში ყველა მღვდელს ფრთები ამოსდის სასულიერო პირს ძალიან ბევრი სასულიერო პირი სხვათა შორის შეიძლება ზუსტად იგივე ცოდვაში იყოს და ძალიან ბევრი სასულიერო პირი შეიძლება საერთოდ არ იყოს კარგი და მოსაწონი და ეს ამის მაგალითი ქრისტემ დაგვანახა რომ 12 მოციქულში ერთი იუდა იყო გამყიდველი იყო და ანუ ჩვეულებრივი ამბავია რომ მაგალითად სადაც არის 1000 მღვდელი იქ იყოს მრავალი ისეთი რა 10-იც 100-იც რა ასაგებია ხო მაგრამ ნახე რაშია საქმე რო გამოხვედით შემოკარგებოდა დაიწყეთ ან მე გინება ეს რომ მოკლეს კესო თუ თავისმა შეყვარებულმა ისა ცუდი ამბავი ვინ შეიძლება გაამართლოს ნებისმიერი იმის მოკლა რა ქვია ადამიანს ხო თან აქ ადამიანის ყველობაზეა და არა ვიღაცა ტრანსგენდერია თუ გეია თუ მაგრამ მე რო გამოვარდით და რო თქვით რომ იმ ადამიანსო წესი არა უგესო აი მარტივად უბრალოდ შეგეკითხებით, უბრალოდ კითხავთ. ესე იგი, არ გესმით საერთოდ დოგმატი და იმიტომ. წესის აგების დროს ღმერთმა ყველა დაგვიფაროს 100 წლის შემდეგ წავიდეთ იმ ქვეყანაზე, ხო? ადამიანს როდესაც იხსენიებენ სახელით. იხსენიებენ ან ხევალს, ან ქალბატონს, ან მონას კაცს და მერე სახელით. რა სახელით უნდა მოიხსენიებინათ აი ეს კესოთ, ბესოთ, ამაზე ბევრი არა, ბევრი კი არა, იცი ყველაზე დიდი უბედურება რაშია ჩემოლაშია, ყველაზე დიდი უბედურება რაშია, იცი რომ აქაც თუ შენ რაღაცა კრიტიკა გინდა და კრიტიკა განა არ შეიძლება ზუსტად მაგისგან განსხვავდება მართლმადიდებლობა პაპიზმისგან მაგალითად რომ არ არის უცდომელი ადამიანი ნებისმიერი ადამიანი პატრიარქი იქნება თუ ეპისკოპოსი ხო შეიძლება შეცდეს რა მაგრამ კრიტიკას ნახე რასაც კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს ეს ერთი პირველი და კრიტიკა სიყვარულით უნდა იყოს და არა იმითი სიძულვილით რა და ჩვენ როცა ხედავთ რომ გამოდიხარ და ამბობ რომ აი რა ეკლესია ხარ შენ რომ ჯვისავ ვერ გააკეთებ და იცი ეს როგორი თემა აი ნებისმიერ დავანებოთ ეკლესიას და ორგანიზაციას აი პოლიცია თუ რაღაცა სასამართლოა რაღაც ხო აქ თავისი განაწესი აი წესი რომ მაგალითად ამაზე ეს არის აი არ არის ესეთი წესი არ არის პირდაპირ არის რომ თუ ასეთი რამე მოხდა ვერაუგებს წესი იმიტომ რომ არ შეიძლება აი არა აქვს აი ლოცვა არ არის ამის აი უბრალოდ წესი არ არსებობს თვითონ ხო არ მოიგონეთ ხო არ გონიათ რომ გლები ან ნათლობას იმას თავში მოგონებული კი არ არის ის კი არა უდელმა მოიგონა და უნდა კაც განაწეში ცუდი იქნება ის მდელი თუ კარგი სოდვას ჩადის თუ არ ჩადის ხო ის მაინც კაც განაწეშია რა ხო აბარა და მაგას ვერ გააკეთებს უბრალოდ რა აი ის საქართველოს ებრაელთა რაღაცა კავშირი ის თქვენებთ ის ვინც არის რა რაბინი თავარი რაბინი მაგანი ლაპარაკა პატრიარქზე რა
დაიწყო ლაპარაკი და ეგ მონაკვეთი მაქვს მე ნანახი ეგ ინტერვიუს მონაკვეთი და ის ამბობს ძალიან საინტერესო ებრაელები ძალიან ჭკვიანი ხალხია. რა თქმა უნდა, ძალიან ნიჭიერი ხალხია და ჭკვიანი ნიჭიერი მებრძოლი, პატრიოტი, მოდი დავარქვა, პატრიოტი ხალხი. ის იძახის რომ ჩვენო ადამიანებს უგვეშლებაო ხანდახანო რა, რატომღაც ადამიანებში ვიწყებთ ანგელოსების ძებნასო. კი. და ანგელოსებთან ვეძებ თუ ადამიანს. არ არის ისე ადამიანიო, ადამიანებში უნდა ეძებო ადამიანებიო და ანგელოსებში უნდა ეძებო ანგელოსები. რა თქმა უნდა, რა თქმა და პატრიარქზე იქონდა იქ საუბარი და აი ილია მეორეო არისო ადამიანიო. და მე აღარ გავაგზელებ ახლა იქ ძალიან ბევრი დადებითი რაღაცას ამბობს, მაგრამ სწორია ესა, სწორია, რატომღაც გონია ჩვენ რომ მართლა მამაო რო დადის უნდა იყოს აწეული 20 სანტიმეტრი მიწიდან და დაფრინავდეს და არ არის ხალხო ის ადამიანი არის რა. ჩვეულებრივად არ მოგეწონა ერთი იპოვე მესამე, მე-20 და 50. სანამ მოგეწონება, მისაღები არ იქნება ეს ადამიანი შენთვის და შენი სულიერი მდგომარეობისთვის, ხო, არ შეწყვიტო ძებნა. სადი და ეძებე რა, არ არის რა, მოსულები ძალიან კარგად რომ აი ხო იძახით რომ აი მას საყავს დიდი ჯიპი ამას. გინდათ წაგიყვანთ და განახებთ რომ მანქანა რო არ ყავს ისეთ მამაოს. კი კაცო. არა და მიგიყვანთო და გინდათ ეგეთი? მე ვიცნობ. ონა თუ გინდა. ძალიან ბევრია ლაშა. ხო იცი მეუფე ელისე იყო ჩემი მოგვარი და ძალიან ბევრია. მეუფე ელისეს კი. ძალიან მაგარი მეუფე იყო და ძალიან კარგი ადამიანი. კი, ნამდვილად. მეუფე ისაიას ვიცნობ მე ჩვენ მეუფე ისაია არის აი ცხინვალი სამაჩაბლოს ის არის ეპარქია და იმის ის არის მღვდელმთავარი და მეუფე ისაიამ წაგვიყვანა მაშინ მე ვიყავი ახალი დამთავრებული მქონდა თეატრალური უნივერსიტეტი და ჩვენ დავდგით სპექტაკლი ისი რა ქვია ქალის ფეხება წითელი ბურთი. ესეთი სპექტაკლი იყო აფხაზეთის თემაზე და წაგვიყვანა იქ ცხინვალის რეგიონში ერთ-ერთ სოფელში ერთ-ერთმა კაცმა 150 კაციანი თეატრი ააშენა რიყის ქვისგან მარტო. ღმერთმა დალოცო შეუწიოს. და სამწუხაროდ გავიგეთ მე რომ 2008-ში ომი რომ მოხდა ის სახკარიც დაუნგრიეს იმ კაცს გამოიცნენ ხა იქ აღარ გაჩერდნენ და ის თეატრიც დაუნგრევიათ. და წაგვიყვანა მოკლედ მეუფე ისაია იქ ვითამაშეთ და მაშინ გავიცანი მეუფე ისაია. მეუფე ისაია დადიოდა მარშრუტით. ძალიან უკან ისდა ხოლმე და ერთ-ერთს დაუნახავს ვიღაცას და უთქვია რომ მეუფე გვიზის მარშრუტკაში და იქნებ წინ დავსვათო რა და კვერთხით რო დაინახა და ძალიან ბევრია ესეთი კაცო ძალიან რეგიონებში ცი რამდენი მამაო რა ძალიან ბევრი და აქაც კაცო თბილისში რა არის მაგრამ აი განსაკუთრებით მაგრამ რა არის ხა მარტო აი ვისაც უნდა რომ აი რა ხო იცი როგორ არის ქრისტიანში დავინახავ დირეს რა თუ რა ქვია ჩემ თვალში ვერ დავინახავ დირეს ჩემ თვალში დირეს ვერ ხედავთო თქვენო და სხვის თვალში იმას რა ქვია ბეცუს ამოიღეთ ამიტომ ჩემო კარგებო მე არ ვიწყებ არავის გამართლებას ყველას თავისას მე ღმერთი გაარჩევს იქ როცა იქნება და მოდი შევეშვათ ყველა სხვა. უბრალოდ ჩვენ წავედით იქ რომ აი მოდი მოძებნოთ ისეთი ევროპაში კარგი იყო, რაც ევროპიდან კარგი იყო, სამწუხაროდ გეუბნებით. მე არ გეუბნებით თქვენ კიდე ახლა ისე რომ თქვენ მოღალატეები ხართ ან ის როგორც იციან საქართველოში მიღებული რა ტალაკის ხო. მე გეუბნებით თქვენ რომ აი ეს ტელევიზიები, რომლებიც თქვენ ეძახით კრიტიკულ მედიას, თქვენ ყველაზე მეტად შეებრძოლეთ რეალურ დასავლურ ფასეულობებს. თქვენ ყველაზე მეტად ებრძოდით დასავლურ ფასეულობებს და თქვენ პრაქტიკულად არ ვიცი ეს შეგნებულად თუ შეუგნებლად დიდი ალბათობით გააკეთეთ ზუსტად პუტინის საქმე რომელსაც თითქოს აგინებთ. მისი საქმე გააკეთეთ თავიდან ბოლომდე რა. უთიანზე. შეიძლება 10-იანს. ხო, გააჩნია რომელი რუსული ხომიყვებით 5-იანს. ნამდვილად. ევროპულით 10-იანს. მოკლედ აი ეხლა დღევანდელი დღე ჩვენ წეგანას ვთქვით სანამ დავიწყებდით რომ არ იქნება ისეთი რთული და ასე ვთქვათ კრიტიკული, იმიტომ რომ ზოგადად ესე მაინც მოლოცვის განწყობები. და რა არის ლაშა იცი? ხშირად რატომღაც გონიათ საზოგადოებაში რომ მაგალითად თუ რამე ფუჭდება, ეს არის ერთი კაცის ბრალი, ან თუ რამე კეთდება, ეს არის ერთი კაცის ბრალი. ეს არის სრული სისულელე რა. სრული სისულელე რა, იმიტომ რომ რეალობაში საზოგადოება არის ჩართული ყველა იმ პროცესში, რასაც ქვია, აი ქვეყნის მართვა რა.
და კონკრეტულად შეიძლება ვიღაცამ თქვას, ო მე რაშუაში ვარ იქ ბიძინა რო იტყვის ისე იქნება. მაგრამ შენ თუ ბიძინა რო იტყვის სტაჟს დაუკრავ, ესე იქნება. შენ თუ რაღაცით შეწინააღმდეგება არ ნიშნავს მაინდა-მაინც იმას, რომ პიკეტი მოაწყო და კაც კვერცხიეს რო ან რაღაცა ჩაიდინო, ხო, ესა ხო, კანონსაწინააღმდეგო. შენ ნებისმიერი შენი მოქმედებით, აქციელით, ქმედებით, ხო? სხვა რაღაცითაც შეგიძლია შეეწინააღმდეგო. როგორც მიშას დრო შეიძლებოდა ამის გაკეთება და კი არა დიქტატორული ქვეყნები იყო ჩვენ ახლა ვიცით, ხო? საბჭოთა კავშირის დროს, ხო, იგივე ახლა როდესაც გამოდიან და ესე მარტივად ამბობენ იქ ახმეტელი ესა. როგორ ბრძოლობდა ეს ხალხი, ხო? არაფერ პიკეტს არ აწყობდა სიტყვაზე. ის ვიღაცა თეატრს დგავდა, ვიღაცა ლექს წერდა ისეც მაშინ ის ლექსი იყო. დღეს უკვე ბევრი საშუალება ის სოციალური ქსელი რაღაცა შენ გაძლევს იმის საშუალებას რომ შენ ჩართული იყო ქვეყნის მეორე მომენტიც არის მანდ რომ თუნდაც თეატრი, თუნდაც ის რეჟისორები რომლებიც მე რეპრესირებულები იყვნენ და ასე შემდეგ ხო? რეალურად მათი დამსახურება არის ის, რომ მე ამან ტალღა გამოიწვია პატარა, მე კიდე მიემატა და საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ ჩამოშალა და აღმოჩნდით დამოუკიდებლები. და ძალიან კარგია ეს, მაგრამ ეხლა დამოუკიდებლობა თუ იმას ნიშნავს, რომ მე ეხლა პეტრე ის რა ქვია მივემხრო ყველაფერში და რასაც პეტრე მიბრძანებს ყველაფერში ეს უკვე ჩემთვის აღარ არის დამოუკიდებლობა რა. მოდი ვილაპარაკოთ ჩვენს ინტერესებზე, რომ ჩვენ გვაინტერესებს ყველას, რუსეთუმეში, მუსეთუმეს, ევროპუმეს, იმპუმეს, ამპუმეს ყველას ჩვენ გვაინტერესებს ერთი რაღაცა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კარგი. ანუ კიდე ერთი რა არის, იცი? თუ ეს არ გვაინტერესებს და თუ ჩვენი მიზანი მარტო ის არის, რომ ეხლა ევროპაში წავიდეთ და აუცილებელია კიდე რა ლაშა, მე ვფიქრობ, რომ აი აუცილებელია რაღაც მაგალითების გადმოღება რა. შენ თუმეტეს აი ამერიკა იცი ცხოვრობდი, ხო? მიუხედავად ყველაფრისა, რომ არ არის ამერიკაში ყველაფერი კარგად, არ არის კარგად ისე. არა, იცი რამდენი რამე არ არის კარგად. არ არის, მაგრამ აი მე მაგალითად რას ვემხრობი იქ, ხო? რამხელა მნიშვნელობა აქვს ხოლმე მაგალითად, აი თუნდაც პრეზიდენტების არჩევის დროს ამ დებატებს. რომ აი პრაქტიკულად ვერ იტყვის რა ბაიდენი იმას, რომ იცი რა მე ტრამპთან არ გამოვალ რა სადებატოთ რა. არ შეუძლია. ხო, და ვერც ტრამპი ვერ იტყვის, იცი რა, რომ აი მე იცი რა არ გავალ იმასთან, რა ქვია ეს ხალი რო იყო გამახსენდება უცებ. რაც ქვია რა, კამილა ჰარისთან, ხო? ამიტომ მე ვამბობ, რომ ჩვენ რაღაც დონეზე დღეს იმიტომ მინდა აი ამაზე საუბარი, რომ აი ამ კულტურამდე უნდა მივიდეთ რა, რომ შენ ხო გამოდიხარ და იძახი, სიტყვაზე იძახი რა. მაგალითად ბიძინა ივანიშვილი სიტყვაზე იძახი, რომ აი ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას ეს ვიღაცა ოპოზიციიდან ვინც არის საპირწონე. შეიძლება იმას 10% აძლევდეს ხმას და ესეთი რამე ყოფილა ამერიკაში მაგალითად, როდესაც რეიგანმა მოიგო ძალიან მაგრამ გავიდა ჩვეულებრივად დებატებში რა, იმასთან ვისაც 3% ჰქონდა სიტყვაზე ხო. და ეს ჩვეულებრივ, ამიტომ აქაც ასე უნდა იყოს. ეხლა უყურე. ჩვენ უნდა დავინახოთ ჭიდილი აზრის. აი ზუსტად და აქედან უნდა დავიწყოთ გამოტანა იმისი რა ქვია. და რა იცი რა რომ ბიძინა შენ დაგიჯდება ზუსტად ბიჭო. გახარია იმას დაუჯდება, ან ეს ამას დაუჯდება. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი ვალდებულება უნდა იყოს. არა მარტო რა ვინაიდან ჩვენ საპარლამენტო ქვეყანა ვართ, არა ვართ საპრეზიდენტო ქვეყანა, ხო? მაშინ აი პარლამენტის დონეზე რა, ვინც უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვინც არის პრემიერ-მინისტრი, ხო? წელიწადში ერთხელა რაღაც ტიპის დებატები უნდა მოეწყოს, უბრალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც შეკითხვები უნდა დასვან ერთმანეთს მეორემაც, რომ მე დავინახო, აბა ერთი რას პასუხობს ეს კაცი. ახლა მეორე მომენტი რა არის მან? გეთანხმები აბსოლუტურად, ჩვენთან დებატები ხალხს გონიათ რა, იცი რომ აი მე შენ დაგადანაშაულო რაღაცეებში მხოლოდ. შენც მე დამადანაშაულო რაღაცეებში მხოლოდ. ხო. არა და დებატები არის ის, რომ შენ რას თავაზობ ხალხს და მე რას თავაზობ ხალხს. და შენ რო შესთავაზე რაღაცა ხალხს და მე რო შევთავაზე რაღაცა ხალხს, აი მე მიდის უკვე რომ აი ამას რო შესთავაზე ხა შენ ეგ. ხო, ამიტომ უნდა იყოს მე ვიდეო დებატი. ამაში შენ ეს რო გააკეთე გუშინ წინ თუ იმის წინ და ეს ხო არ არის სწორი, ეს ხო არ არის მართალი. ჩვენთან არის როგორ? აი 9 წელი შენ კლავდი სისხლიანი ხარ, სისხლიანი ხარ ის და ხარ.
ამან გავყიდა ჩვენ მონა ის არის შეხლა ხალხს ჭამ იმას ჭამ ეს ეუბნება რომ შენ რაღაცა კრემლიდან დავალე ეგ არ არის დებატები ეს არის ერთმანეთის ეს არის დაბრალება რაღაცეების ერთმანეთს და თუ ამას ეუბნები მაშინ დაუდე ფაქტი აი დებატები შეიტანე პროკურორის დაიჭირე ხშირად უთქვია ირაკლი კობახიძეს ხო პრემიერ-მინისტრი აქ ჭორაობის დონეზე რა ეს ყველაზე მაგალითად ამბობს ხოლმე ხო მე მომისმენია აი ამბობს ირაკლი კობახი მე მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი ხო და მე მაგალითად ეს დაუსვე შეკითხვას რატო საკმაოდ დიდი ნახვები ქონდა ჩემ გვერდზე ამას 100.000-საც და ეს ნახვები ხო დაუსვი მარტივი შეკითხვები როგორც თან რომელიმე პარტიის წევრი კი არა მაგრამ დაუსვი შეკითხვა რომ რატოა რომ მაგალითად დანიის პარლამენტში მანქანა არ ემსახურება არც ერთ დანიის პარლამენტარს ნუ ძალიან დიდარ ქვეყანაში სადაც მართლა აი რა ვიცი მეოთხეა ხან მესამეა ხან პირველ ადგილზე გადის ამ ბედნიერების ინდექსები რომ ყალიბდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხო და რატოა რომ საქართველოში რა ვიცი 200 მანქანა ემსახურება ხო რატოა მაგალითად რომ შვეიცარიას სადაც 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ლაშა ჩვენზე ტერიტორიითაც ცოტა დიდია ხო აქვს 7 სამინისტრო და ჩვენ რატო გვაქვს ეს 27 რაღაც ხო ნუ სიტყვაზე აი რატო გვაქვს ხო მაგალითად იგივე შეკითხვა დავსვი რომ რატომ აქვს ახაცო ამ იაპონიას 120 მილიონიან ქვეყანას უბრალოდ 130 მილიონიან ქვეყანას 47 პრეფექტურა ანუ გამგეობა და ჩვენ რატო გვაქვს 68 ხო რატო ყავს ტოკიოს მერს მაგალითად 2 თანაშემწე და დუშეთის მერს რატო ყავდა 5 თანაშემწე ხო აი ეს შეკითხვები დავსვი გასაგებია ხო და აი ვიღაცამ შეიძლება რა თქვა სიცილაშა რომ აი ეს რა იცი რაღაცა თემა ისა და აქედან იწყება ზუსტად მე არ იმიტომ რომ მე არ მაინტერესებს კონკრეტულად ოპოზიციისგან განსხვავებით მე არ მაინტერესებს ისა მისის კამი ღარიბაშვილის მეთქი რა ქვია კობახიძის ის იყოს სკამზე იჯდეს არც ბიძინას ის არ მაინტერესებს იმიტომ რომ მე კონკრეტულად არ მინდა რომ ის წავიდეს და მე მივიდე და დავჯდე მაგრამ მე უბრალოდ ეს მინდა ზუსტად რაზეცაა საუბარი რომ შენ რომ შეპირდი კაცო შენ რომ შეპირდი რომ იქ საწვავი უნდა გაიაფთეს დენი უნდა გაიაფთეს ეს უნდა გაიაფთეს და არაფერი არ კეთ აი ამას გეკითხებ თორე არ გადადგე კაცო არა გეუბნები იყავი მე არ მოვდივარ და არ ვამბობ რომ გადადექი წადი მე უნდა მოვიდე შენ უნდა ციხეში დაგიჭირო მაგრამ მე გეუბნები რომ შენ პირდი შენ მე ეს ხო სად არის ეს კაცო რა შედაუწევი ხო და ამაზე არის აი სამოქალაქო აი ეს არის სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან დებატები ხო კიდევ იძახი რა იქ რო დადგება ჰამილა თუ კამილა ჰარისი და აქეთ ტრამპი ხო იმათ ჯერს ისინი ჯერს აუბრობენ რას თავაზობენ ხალხს ხო რომ მე ამას თავაზობ მე იმას მოვაწერ ხელს ამას გავაუქმებ იმას ვიზავ ეს რაღაც ჩამოაყალიბებს თავის პროგრამას ჯერ ის ჩამოაყალიბებს თავის პროგრამას მე უკვე გადადიან ერთმანეთზე რომ შენ რო ეს თქვი ეხლა გენაცვალე ამას რანაირად აპირებ როცა შენივე პარტია მამა დაამწეს ესა და ეს ქნა შენ როგორ აპირებ მე ამას იმიტომ რომ ეს თუ ქნა ამას ეხლა როგორ ეს ეუბნება მე რომ ამას მე ისე ვიზავ რომ ამას გავაუქმებ იმიტომ რომ სახელმწიფო ინტერესებს არ ამაშუება რაღაცა და ეს უკვე დებატებია გამიგე აქ ჩვენთან შეიკრიბება ორი კაცი ცოტა ხანი ერთმანეთს დააბრალებენ რაღაცეებს ჭორაობის დონეზე თუ იცი ფაქტები დადე ფაქტი დააჭერინე პროკურატურა აგერ არის სასამართლო აგერ არის ის აგერია დააჭერინე მაშინ არა გაქვს ფაქტები და ჭორის დონეზე რა აი იმან მითხრა ჩვენ რასაც უყურებთ აი ახლა რასაც უყურებთ იგივე თეატ წოლუკიანის გამოძიება თუ რაღაც ხომ რა არის იცი უბრალოდ აბსურდის თეატრია იმ გაგებით რომ როდესაც ჩვენ 2012 წლიდან გენერალური პროკურორი მოსამართლე და რა ქვია შინაგან საქმეთა სამინისტროს სუსი და კიდე რა ვიცი 3 ტომარა თუ 4 ტომარა დანაშაულები მასალები ხო და კაცი გამოდის და 14 წლის შვილის გაუპატიურებით დამემუქრენეს ეს ხო რატომ რას უყურებ 12 წელი შენ სახელმწიფო რას უყურებ მაშინ უარგისი არა ის ზებნაში არის ისედაც ხო გაქცეული დათა ახალაია უარგისია რა ის ახალაია გასაგებია მარტო ახალაიაზე ხო და თავშესაფარი აქვს მიღებული ტიპს მარტო ახალაიაზე ხო არ არის ხო არა კაცო მარტო ახლა იმ დღეს მინდა უბრალოდ თქვა კიდე ერთხელ არ მინდა მაგრამ ახლა გაგამ კურნალიძესთვის მიუციათ მაშინ 3 წელიწად ნახევარი რომელიც ხალხს აწამებდა და აგერ ერთი ვიცი კაცი დაიჭირეს რაღაცა პატარა წაითაღლითა და იმას 8 წელიწადი მიწა და წაითაღლითა როგორ იცი აი რაღაცა $1,000 რო მოატყუა ცუდი დასაჭერი კაცო განაგეუბნები რომ ისა კაი კაცი
საერთოდ ნებისმიერ თაღლითობა ცუდია. ყოველ შემთხვევაში სხვა ხო არ ფიზიკურად ხო არ დააზიანა სად 1000 დოლარი და სად ეხლა კაცი ციხეში რო აწამებს ხალხს წლები. სისტემური დანაშაული ჩადის, აწამებს, აუპატიურებს, აუბედურებს და თან ამ კაცს ახლა ისეთი კაი ბიზნესი ქონია, როგორც ყველა წარს რაღაც იმაშია, სამშენებლო ბიზნესია, მშვენივრად გძნობს თავს, ხო? ხო და აი ამაზეა ზუსტად საუბარი, დებატები უნდა იყოს. და მე ვფიქრობ, რომ ბოლოს დებატები რო ვნახე ტელევიზორში, ბოლოს ატყდა პირდაპირ ეთერში ისეთი ჭუბი დაალეწეს თავყვა ერთხელ. ხო, აი ესეც კიდე ერთხელ მინდა მიმართო. ესეც სამწუხაროდ, აი თქვენ ტელევიზიები, რომელიც ამას ამბობთ და გამოდიხართ დასავლეთის, ხო? მეც ვიყავი ამის მონაწილე ერთი პერიოდი. მონაწილე ვიყავი როგორ? მოგიწვევი ვართ, ხო? და ეხლა მე საერთოდ დავანებე ამ ტელევიზიებში სიარულს თავი რის გამო? რომ მივხვდი რომ თქვენ რატო იწვევდით იქ ხალხს. ახლა რო იცოდით ხოლმე და საწყალი ეს არა ქვია, ბადრი შუბლაძეს მოიწვევდნენ სპეციალურად გრიშაუნიანთან ერთად. და აპრიორში იციან რომ დედა უნდა აგინოს იმან ამას და უნდა ატყდეს ერთი რამე და მე ეს უნდა აჩვენო, ხო? და აპრიორში ასე იწვევდით ყველას რა, სამწუხაროდ. და იმიტომაც მიიღეთ ის, რაც ხდება დღეს რა. იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ მოგეწვიათ მეცნიერები მაშინ მოგეწვიათ სხვათა შორის როგორც ნაციონალურ მოძრაობაში და ძალიან კარგად ვიცი ისევე მაშინ ქართულ ოცნებაში და ბევრ სხვა კიდე პარტიაში იყვნენ და არიან ზრდილობიანი ადამიანები რომელიც შეგეძლო მოგეწვიათ და ხო პირველ დღეს არ გეკნებოდათ რა თქმა უნდა ისეთი რეიტინგი მაგრამ კულტურა ჩამოყალიბდებოდა დიალოგის კულტურა ჩამოყალიბდებოდა დისკუსიის კულტურა თქვენ გინდოდათ რა რო აიღო ვიღაცას ესროლა ჭიქა თავში დაერტყა შეეფურთხებინა ხო რეიტინგი რა ნახე რა და აი ეს იყო კიდე ერთი გადაცემა იყო ჩაის თუ რაღაცას ეძახდნენ ნუ სპეციალურად მოყავდათ ხალხი იმიტომ რომ ნუ დაერტყათ უნდა რა ნუ აი პირდაპირ თან წამყვანსაც მიყავდა ყველაფერს საიმისკენ იქიდან ხო და მე ეს კიდე ფარისეულობა სამწუხაროდ. არ გინდათ გათიშეთ რას კადრულობთ გაიგეს მე რას კადრულობ. კაცი მოიყვანე იცი მამასის ხლათ არიან გადაკიდებულები რა. და თან ყველა საინტერესო რა არის. ცოტა გამიგზავნა რა მაგრამ და ვინ მოყავდათ? აი მაგალითად რომ მოგეყვანათ მიშა აქეთ და ბიძინა და ამათ ერთმანეთში ეჭუბათ. სიტყვაზე ვამბობ რა. ხო? რაღაცა მაინც მოყავთ ყოველთვის ის ხალხი რომელსაც არანაირი ზეგავლენა არ შეუძლიათ მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. არაფერს. ხო, ნუ მე ვამბობ პოლიტიკურ პროცესებზე მით უმეტეს არანაირი ზეგავლენა არ შეუძლიათ მოახდინონ რა. მაგრამ ამით თქვენ გეგონათ რომ რეიტინგს დებდით და ვერ დადეთ ხო ხედავ. პარტყა პურტყით იკეტება უკვე, იმიტომ რომ უკვე ესეც მობეზრდა ხალხს. მობეზრდა ფლაშა ხალხს რა. და მორჩა ესეც აღარ გახდა უკვე ყურებადი აღარ არის ყურებადი, არ აინტერესებს. ხო რა არ აინტერესებს კანიშნა მაგრამ მოკლედ მოდი დღევანდელი დღე ისე შევაჯამოთ უკვე ხო მეც ესე ვფიქრობ რომ დღეს მაინც წინვალე შვიდეულია და ჩვენ ხო რაღაცა არ მინდა რა ახლა ზედმეტად რომ გადაგტვირთოთ რაღაც მოვლენები თუმცა რამოდენიმე საკითხზე მაინც ვისაუბრეთ საინტერესო და ისა იცი რა არის აი ევროპა და რუსეთზე რომ მიდის ლაპარაკი ჩემ და სამწუხაროდ და არა მარტო ჩვენ და სამწუხაროდ ალბათ ევროპამ ვერ ამოხსნა ჩვენი მენტალიტეტი რა ქართველების და რატო ეხლა ქართველს რაც უფრო ჯინზე მოექცევი მით უფრო აქეთ ჯინზე მოექცევა ქართველზე არ ჭრის მუქარა მე ხლა ამას შეგიწყვიტავ არ ჭრის ქართველზე ჭრის პირიქით მოფერება რომ შენი ჭირიმე მოდი ვიძმაკაცოთ აი ესეთი ჭრის მაგრამ როგორც კი შენ მე დამემუქრები გამიგე რომ აი მე ხლა შენ ესე იქცევი მე ხლა შენ კუთხეში დაგაყენებ არც კუთხეში დავდგები და არც არაფერი არ მოხდება პირიქით შეგიზიზღებ შეგიძულებ და უარესი утопиისკენ წავიყვან სიტუაციას. ეს არის ქართველების ფსიქოლოგიაში ძალიან ისე გამჯდარი. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ვიღაცის დაპყრობის ქვეშ, საერთოდ ეს ჩვენი ცხოვრება და ამიტომ რაღაცას თუ უზიანებდით იმას. ეს ქართველის არ არის მარტო ადამიანური თემაა რა ლაშა. არა, ქართველებს ეს ძაფრად გვაქვს. ძაფრად, მაგრამ საერთოდ ჯამში ეს ადამიანური თემაა. ჩვენი ცხოვრება, ნუ რამოდენიმე ბატონო, აი უწევდა საბჭოთა კავშირი საქართველოს, უწევდა მაგრამ პირველი გამოვარდა მერე და დაიწყო ბრძოლა როგორც და ყველას აუყურე როგორი თემაა, ყურს კი გვიწევდა.
გამიგე, მაგრამ თან ისეთი სიტუაცია ქონდა, გამიგე, რომ ყველაზე მეტად მომარაგებული საქართველო იყო, ყველაზე ფულიანი საქართველო იყო, იმიტომ რომ იცოდნენ იმათმა, რომ იქ ის სტალინი რო ეჯდათ გელცვალე, იმან ზუსტად იცოდა ვის სად როგორ არაერთ ფიქრობდა, მე მიყვარს თუ არ მიყვარს ეს. ყველა იმას რა ქვია. ფაქტი ეგრაა. ხო, ყველა ერთს აქვს თავისი ისა რა ქვია რა. ხო, დამახასიათებელი თემა. ამიტომ ეხა ამითი მანიპულირება, რომ აი იცი რა შეიძლება ოვიზო რეჟიმი გაგვითიშონ, ხო? მაგითი უარესი მოხდება რა მოხდება გააჩნია. უარესი მოხდება, იმიტომ რომ არ გონია რომ ოვიზო რეჟიმი გავაკეთო. არც მე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოპოზიციონერები ვინც დაეთრევით იქ და რაღაცეებს აკეთებთ ჩვენი ქვეყნის ხალხის საწინააღმდეგოდ, ხო? ცოტა აზემოდით, თვითონ ოპოზიციაში პირიქით აკეთებთ. ოპოზიციაშიც სხვათა შორის აი ოპოზიციასაც ერთიანი არ არის. სხვა და ჩეხილი ოპოზიცია. ოპოზიციაში არ არის მაგ საკითხთან ერთი აზრი მე როგორც ვიცი. ხა გასაგებია ეს აჩიკო, მაგრამ მე იმას ვიძახი, რომ არ შეიძლება ქართველ ხალხთან ლაპარაკი ულტიმატუმების ენით არ შეიძლება, იმიტომ რომ უარეს ომის დარტყმა უკუდარტყმის ტოლია, ხო იცი რა ეგრეა რა. ჩვენი ქიშპით, შიდა ქიშპით, რომელიც ყველაზე დიდი პრობლემა იყო ყოველთვის ჩვენი ქვეყნის. შიდა ქიშპი, ხო? ჩვენ მივიყვანეთ იქამდე ჩემოლაშა ქვეყანა, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას შეუძლია უკვე ელაპარაკოს საქართველოს ულტიმატუმისებით. ხო, სამწუხაროდ. და ეს არის ჩვენი ქიდა ქიშპის შედეგი სამწუხაროდ, თორე ჩვენთან და ამიტომ მე მინდა მოვუწოდო დღეს, როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას, საზოგადოებას თავიდან ბოლომდე, რომ რაღაცნაირად ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი იმას არ მომხერხა, რომ ხვალ აიღვიძებს და გადაეხვევა პოზიცია ოპოზიციას, იქ მდგარი ხალხი ამას ზვიადისტი იმას, ეს ამას, ესე იოლად არ მოხდება, მაგრამ რაღაცა უნდა დავიწყოთ ჩვენ ფიქრი იმაზე, რომ აი ეს ძალიან დაპირისპირება საზოგადოებაში, რომელსაც ვხედავთ, რომ არის მოდი სამწუხაროდ თქვა, რაღაცნაირად უნდა ჩვენ ეს ნელ-ნელა გავფანტოთ და აი ესე დისკუსიის გზით, ნორმალური დიალოგის გზით, ხო? აი ნელ-ნელა ეს რადიკალიზაცია უნდა ცოტა გამოხდოთ, თორე ეს მხოლოდ და მხოლოდ დაგვაზარალებს ჩვენს ქვეყანას. და მოაშორეთ ის გოგო იქიდან და ის გოგოსნაირები კიდე რო ყვირიან ყოველ საღამოს რაღაცა არ იქნება რაღაცეებიო რა, იმიტომ რომ დამიჯერეთ რა. ეგეთი რაღაცეები წეს არავის წინააღმდეგი შენიცი არავის წინააღმდეგი, მაგრამ ეხლა ნახე საქართველოს ევროვიზიაზე გაგზავნა ეს ვიღაც გოგო ქალბატონი მარიამი თუ არ ვიცი ზუსტად ვიღაც გოგო ქვია ესე ქვია. ხო, არ მივაყენებ შეურაცხყოფას. არ ვაყენებ, მაგრამ არაი არ ვიციო, შენ გამოდიხარ და ხო მოდი ხო ვიცით ყველამ რომ ქართული ოცნების და ესე იგი პასტურის გარეშე ეს ქალბატონი იქ ვერ წავიდოდა. მოდი. უგასაგებია. და გამოვიდა ეს ადამიანი გუშინ და ევროვიზია ისედაც პოლიტიკური შოუა. გამოვიდა და რას ამბობს? ჩემთვის ყველაზე დიდი სახეო არისო კონჩიტა ვიურცია ამბობს. აი ხა რა არის იცით? მიყვარს, როდესაც შენ ტრადიციებზე ლაპარაკობ ქართული ოცნება. შენ ლაპარაკობ და საქართველოს სახელით უშვებ მომღერალს. რომელსაც მე არ ვამბობ, რომ მაგალითად ის უნდა იყოს, რა ქვია, გეების ცემელი ან მკვლელი ან არც ერთ შემთხვევაში და რაღაც. მაგრამ საქართველოს სახე რა არის? ხო, უნდა იყოს მაგალითად, რომ ქრისტიანი ნორმალური ესეთ ხო და ადამიანი რომელიც პირდაპირ საკრო კონჩიტა ვიურცი ყოფილა მისთვის ყველაზე დიდი სახე ხო ამითი ხო შენივე იმიჯსაც აყენებ შეურაცხყოფას ხო იცი რა აჩიკო ეხა ნახევარ რაღაცებში გეთახმები რაში არ გეთახმები ეხა უყურე არ არის აუცილებელი კაცო ეხა ქართველის რა მართლა წმინდანინოს ჯვარი დაიჭიროს და ისე არა ჯვარი არ უნდა გავიგე იმაზე სენაზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში არა მაგას არ მომბობ მე იმას ვიძახი რომ გავუშვეს თუ წავიდეთ როგორც არის რა არ მინდა ეხა მაგას ჩაუღრმავდე როგორ არის მაგრამ ფაქტია ყველა ვიცით რა როგორ არის საერთოდ ეს ხდებოდა ყოველთვის რა სამწუხაროდ ეს არის ევროვიზია არის ისეთი ის რა ქვია კონკურსი სადაც შენმა ქვეყანამ უნდა დაიჭიროს ხარი SMS-ები გამოგიგზავნოს მოგწეროს იაქტიუროს და ასე შემდეგ და მე ამითი რეიტინგი მეტი სარაუნდა შენი სახე უნდა გამოაჩინო ხო გამიგე წინასწარ განწირულად გაუშვით ეს ბავშვი სულ არ ვიცი შეიძლება ძალიან არა სხვათა შორის სიმღერა ძალიან კარგად ხო და ძალიან მაგრამ ეს კონჩიტაზე მე გაუცემდი ფიზიკურათაც შეიძლება რაღაც ყველანაირად შეიძლება მონაცემები აქვს ამ ადამიანს მაგრამ
ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც მას წინ სდევდა და მე ერთპიროვნულად ესე იღებთ გადაწყვეტილებას და საქართველოს სახელით უშვებთ ადამიანს, რომელიც ჩვეულებრივი მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა არც კი იცის ვინ არის და შეიძლება მეტმა შეიძლება ნაკლებიც, მაგრამ ეხლა მე სტატისტიკა არ გამომიკვლევია, მაგრამ ამას რო აკეთებთ, ხო? თქვენ ხო იცით, რომ ეს გოგო სულ რო იქ ფურორი მოეხდინა, ხო? მაგას არ დაუჭერდნენ მხარს ქართველები ამ ეტაპზე. არც, იმიტომ რომ ატყდა მე ბულინგი ამ საწყალი ბავშვის გამიგე, რომ აი შენ რა გინდოდა იქ, როცა ის აქ არის, როცა იქ ის მღერის, იქ ნინი აირისი, იქ ნუცა ბუზალაძე, იქ ისა შევინახარ. ნუცა ბუზალაძის ის არის ფოთაშორი ძალიან ახლო მეგობარი. ხო, და რაღაცები ატყდა გამიგე და რატო აკეთებ? აი ახაც ნახე ზუსტად რატო აკეთებ? აი ამ ბავშვს რატო აკეთებ? აი ამ პოლიტიკური აი ეს მხარეები არა მარტო რო ხო იციან, რო იტყვიან რა, რო იცი, აი არ უშლის ხელს, ჩემს მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ ბანაკში იქნება. ხო, არ აქვს მნიშვნელობა, ჩემთვის თავარი ადამიანობა, რაღაც, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ მაგრად უშლის ხელს. როგორ არ უშლის? ეს ფონი, რომელიც დღეს არის, ეს რო ყოფილიყო ისა აჩიკო უყურე, ეს რო ყოფილიყო ჩვეულებრივ სიტუაციაში. ყველა მხარს დაუჭერდა. და არ ყოფილიყო ესეთი პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში, ხო? ისე წასულიყო. ჩვეულებრივ დაწყნარების სიტუაციაში. ალბათ მე არ ვიცი, მე არასდროს არ ყოველ შემთხვევაში 100%-იანი მხარდაჭერა ექნებოდა ხალხისგან. არ ვერკვევი რაღაცა 100%-იანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის 80% მაინც გვერდში დაუდგებოდა. ბატონო. მაგიტომ ამბობ, აი მე ჩემ ბოლოს სიტყვას ვიტყვი დღევანდელ გადაცემაში, ლაშა, რომ მივედით ისევ იქ, რომ სასწრაფოდ მოსაძებნია გზები, რომ აი ეს დაძაბულობა განიმუხტოს. დაიწყოს განმუხტვაზე საერთოდ პროცესი ჩაირთოს ამ განმუხტვის. ეს არის ჩემი პირადი ამ პოლიტიკური განმუხტვის და ხალხში ამ თემის ჩახშობა შეუძლია ოპოზიციას მხოლოდ. იმიტომ რომ ოპოზიცია არ დათმობს რა, აი პირდაპირ დათმობაზე არ დათმობს. დათმობაზე არის. აჩიკო. ორივე უნდა დათმოს ცოტა. არ უყურე რა სადაც შეიძლებოდა დათმობა იქ რაღაცეებში დაუთმეს, არაო ჩვენო ყველაფერი 100%-ით გვინდაო და ეხლა 100%-ით გინდა ესე მაშინ არ მოხდება. არ მოხდება რა. ხო და ამიტომ ერთმაც და მეორემაც, ერთმა მხარემაც და მეორე მხარემაც უნდა იფიქროს სერიოზულად იმაზე, რომ ეს მდგომარეობა და ეს ვითარება არც ერთს არ წაადგება. დღეს თუ მაგალითად ხელისუფლებას გონია რომ ჩამოშლის ბოლომდე ოპოზიციას, ხვალ ჩამოიშლება თითო. ამიტომ უნდა დაიწყოს იმაზე ფიქსი და ოპოზიციაზე არ არის მარტო საუბარი, საზოგადოებასთან ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ჯერ მინიმუმ საზოგადოებასთან საუბარი. სამწუხაროდ საზოგადოებასთანაც არ საუბრობს ხელისუფლება. იმ პრობლემებზე, რომელი პრობლემებიც დგას ქვეყნის და საზოგადოების წინაშე და არა ოპოზიციის წინაშე. აი ეს იყო რავი რაც მინდოდა მეთქვა პირადად ჩემოლაშა რა ვიცი კიდევ ერთხელ ქრისტიანს გადა. ქრისტიანსგა, ჭეშმარიტად აღდგა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დაგვემატნენ YouTube-ზე გამომწერები, უკვე 70-ზე ვართ ასულები და ძალიან დიდი მადლობა. მომავალ შევხვდებით ამას. პარასკევს შეიძლება დღე შეიცვალოს, იქიდან გამომდინარე, რომ დამწყებები ვართ ჩვენ ახლა და ვეძებთ კონკრეტულ დროებს, რაღაცეებს, როგორ ის ზოგს მაგალითად იქ უცხოეთში სხვა დრო აწყობთ ისა და რაღაცა რაც ისეთ პოლიტიკურ ისეთ დროს, რომელიც ყველასთვის ასე თუ ისე მისაღებია. ყოველ შემთხვევაში ანონს მე ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე და ჩვენ ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე წინასწარიდება და ამიტომ პრობლემა არის შეგეძლებათ ნახოთ. ეცოდინებათ რა დღეს ერთი დღით ადრე რომელ საათზე როდის დაიწყება კატი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ყველას ღმერთი გფარავდეთ, მადლი გქონოდეთ, ღვთიური და იცოცხლეთ. გაიხარეთ. გაიხარეთ. კარგად. ქრისტიანს